შესავალი. კარგი ამბავი. მოგესალმებით. რასაც ახლა მოისმენთ, არის იმ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავთაგანი, რაც კი ოდესმე მოგისმენიათ. ეს არის კარგი ამბავი. კეთილი უწყება ყველასათვის. თავდაპირველად იყო ღმერთი. ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. დასაწყისში მიწა უსახო და უდაბური იყო. ბრძანა ღმერთმა, რომ ნათელი გამობრწყინებულიყო და გაჩნდა ნათელი. მან შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ღმერთმა შექმნა სამყარო და ყოველივე რაც მასშია. ის არის ამ სამყაროს მართველი. ღმერთი არის კარგი. ბიბლია არის ღვთის სიტყვა და ის მოგვითხრობს ღმერთის შესახებ და გვამცნობს მის გზებს. ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი, რაზეც ახლა ვისაუბრებთ, ჩაწერილია ბიბლიაში. ღმერთმა შექმნა ყველაფერი. თქვა ღმერთმა და იქმნას და იქმნა მისი სიტყვისამებრ. ღმერთმა შექმნა ცა, ზღვა, ხმელეთი. მისი სიტყვისამებრ შეიქმნა სამყარო. ფორმა მიეცა მიწას. შემდეგ მან შექმნა ყოველი ცოცხალი არსება. წყალში თევზები, ცაში ფრინველები და მიწაზე ცხოველები. ამგვარად შეიქმნა სამყარო. დაინახა ღმერთმა, რომ ყოველივე რაც შექმნა კარგი იყო, ძალიან კარგი. ადამი და ევა. პირველი დედაკაცი და მამაკაციც ღმერთმა შექმნა. და უწოდა მათ სახელები: ადამი და ევა. ღმერთმა დაუმორჩილა ადამიანს ყოველივე მის მიერ შექმნილი. მან განსაკუთრებული ბაღი გააშენა პირველი ადამიანებისთვის საცხოვრებლად. მიმოდიოდა ღმერთი ბაღში მათთან ერთად და საუბრობდა. ისინი ღვთისმეგობრები იყვნენ. ღმერთმა ნებადართო ყველა ხის ნაყოფი ეგემათ ბაღში, გარდა ერთი ხისა. ერთ დღეს კაცობრიობის მტერი, რომელიც სატანად იწოდებოდა, მივიდა პირველ ადამიანებთან ედემის ბაღში. მან დაარწმუნა ადამი და ევა ღვთისადმი ურჩობაში. არ დამორჩილებოდნენ გამჩენს. ადამმა და ევამ იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი. მათ ჩაიდინეს ცოდვა, რამაც განაპირობა მათი და ღმერთის მეგობრობის დანგრევა. ღმერთმა განდევნა ადამი და ევა ედემის ბაღიდან. მას შემდეგ ყველა ადამიანი ცოდვილად იქცა, რამაც მათი ღმერთს განცალკევება განაპირობა. ცოდვამ შემოიტანა სამყაროში ტკივილი, ავადმყოფობა და სიკვდილი. ადამ და ევას შეეძინათ ორი ვაჟი. მათი სახელები იყო კაინი და აბელი. აბელი ღმერთს ამებდა, კაინი კი არა. გაბოროტებულმა კაინმა ერთ დღეს თავის ძმაზე აღმართა ხელი და მოკლა. ღმერთმა დასაჯა ამ ცოდვის გამო კაინი. ღმერთი ბრაზდება, როდესაც ადამიანის ცოდავს. უფალ სურს, რომ იმეგობროს ადამიანთან, მაგრამ ცოდვა აშორებს ადამიანს ღმერთისგან. წარღვნა. გამოხდა ხანი. გამრავლდნენ ადამისა და ევას შთამომავლები დედამიწაზე. პირველი ადამიანის მსგავსად, ისინი ცოდავდნენ და ეურჩებოდნენ ღმერთს. იმდენად მომძლავრდა ადამიანთა უკეთურება ღვთის წინაშე, რომ ღმერთმა გადაწყვიტა კაცობრიობის განადგურება წარღვნით. იმ პერიოდში მხოლოდ ერთი კაცი მოიძებნებოდა დედამიწაზე, ვინც ღმერთს მორჩილებდა და ყვარობდა. მისი სახელი იყო ნოე. უთხრა უფალმა ნოეს: ააშენე კიდობანი, დიდი გემი, რომლითაც გადარჩები წარღვნის დროს. დიდხანს აშენებდა ნოე კიდობანს. კიდობნის შენების განმავლობაში აფრთხილებდა ნოე ხალხს მოახლოებული სასჯელისა და წარღვნის შესახებ. არ უსმინეს ნოეს, არ ერწმუნენ მის სიტყვებს და არ უკუაგდეს თავისი ბოროტის საქმენი. კიდობანში შევიდა სულ 8 ადამიანი და ცხოველები. ნოე, მისი ცოლი, 3 ვაჟი და მათი ცოლები. ასევე ყველა სახის ცხოველები. ყველა მათგანის კიდობანში შესვლის შემდეგ ჩარაზა ღმერთმა კიდობნის კარი. 7 დღის შემდეგ მოვიდა წვიმა ქვეყანაზე. 40 დღე აწვიმდა ქვეყანას და ადიდდა წყალი დედამიწაზე. გარეთ მყოფთათვის გადარჩენა შეუძლებელი იყო და დაგვიანებული. ისინი დაიღუპნენ წყალში. ნოეს ოჯახი კი გადარჩა, რადგან ერწმუნა ღმერთს და დაემორჩილა. წარღვნის შემდეგ
გამრავლდა ნოეს შთამომავლობა დედამიწაზე. ერთ-ერთ ნოეს შთამომავალს ერქვა აბრაჰამი, რომელიც უყვარდა ღმერთს ძალიან. აბრაამს უყვარდა ღმერთი და მორჩილებდა მას. ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, რომ მისი შთამომავლები იქცეოდნენ დიდერად. აბრაამს და სარას არ ყავდა ჩვილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სჯეროდათ ღვთის აღთქმისა. აბრაჰამს სხვა ქალებისაგან ყავდა შვილებიც. ერთ-ერთი მათგანი იყო ისმაელი, არაბი ხალხის მამამთავარი. როდესაც მოხუცდნენ აბრაამი და სარა, მათ ეყოლათ სიბერის შვილი, ღმერთის აღთქმული და დაარქვეს მას სახელად ისააკი. უთხრა უფალმა აბრაამს, რომ ისააკში აკურთხებდა ყველა მის მოდგმას. მოსე. ისააკის შთამომავლები იქცნენ დიდ ხალხად, დიდ ერად. ისააკის შთამომავალი იყო მოსე. წინაპრების მსგავსად მოსესაც უყვარდა ღმერთი და ემორჩილებოდა მას. მოუხმო ღმერთმა მოსეს მთაზე და ესაუბრა. თიდან დაბრუნებულმა მოსემ ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უბოძა კანონები და წესები. ფიქალები, სადაც 10 მცნება ეწერა. ღმერთს სურდა, რომ მის შვილებს დაეცვათ ეს კანონები. ღვთის მიერ ბოძებული კანონები ძალიან კარგია. მისი დამცველი მიიღებს კურთხევას ღვთისგან. აი ის კანონებიც. გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი, თაყვანი ეცი მას და დაემორჩილე. არ გაიკეთო კერპები და არ სცე თაყვანი მათ. არ მოიხსენიო უფლის შენი ღვთის სახელი ფუჭად. 6 დღეს იმუშავე და აკეთე შენი საქმე, ხოლო მე-7 დღე უფლის შენი ღვთისაა და დაისვენე. პატივი ეცი დედასა და მამასა შენსას. არა კაცკლა, არა იმრუშო, არა იპარო. არ გამოხვიდე ცრუ მოწმე და არ მოიტყუო. არ ისურო სხვისი არაფერი. მოსეს პერიოდში, როდესაც ადამიანი შესწოდავდა, ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი უნდა შეეწირა ღვთისადმი. მაგალითად, ბატკანი მოკვდებოდა შემცოდავის ნაცვლად, რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილი იყო. განტევების ვაცი არის სიმბოლო ცოდვის მიტევებისა. ღმერთმა თავისი მხოლოჩობილი ძე გამოგზავნა დედამიწაზე კაცობრიობის ცოდვისგან გამოსასყიდად. ის გახდა კრავი დაკლული და შეწირული ადამიანის ცოდვების მისატევებლად. მრავალი წლის შემდეგ გამოეცხადა უფლის ანგელოზი ქალწულ მარიამს ერთ დღეს იმის საუწყებლად, რომ გაყვებოდა იოსებს ცოლად და შობდა ძეს. უთხრა: მადლი ჰპოვე ღვთის თვალში, დაორსულდები და შობ ძეს და დაარქმევ სახელად იესოს. უთხრა მარიამმა: ეს როგორ მოხდება, როცა ქალწული ვარ და კაცი არ გამკარებია? მიუგო ანგელოზმა: სული წმინდა გადმოვა შენზე, დაორსულდები და შობ ღვთის ძეს. ასევე გამოეცხადა უფლის ანგელოზი იოსებს და უთხრა: ნუ გეშინია იოსებ, მოიყვანე მარიამი ცოლად. ის ვინც მასშია, სული წმინდისგან არის. ის შობს ძეს და დაარქმევ სახელად იესოს. იესო ნიშნავს მხსნელს. მოიყვანა იოსებმა ცოლად მარიამი და არ გაჰკარებია მას, სანამ არ შვა ძე. იესოს შობა. იმ დღეებში გამოიცა მეფის ბრძანება. დაიწყო აღწერა. მარიამი და იოსებიც გაემგზავრნენ ბეთლემს აღწერის გასავლელად. მარიამს მშობიარობა დაეწყო და ბაგაში დაიბადა იესო. იმ ღამეს ანგელოზთა გუნდი გამოეცხადა მწყემსებს და ახარა: გიხაროდეთ, აი გახარებთ კარგ ამბავს. ხსნელი მოევლინა ქვეყნიერებას. ის არის ქრისტე. აქებდნენ ანგელოზები ღმერთს და უგალობდნენ. უთხრეს მწყემსებმა ერთმანეთს: მოდი, მივიდეთ ბეთლემში და ვნახოთ რა მოხდა იქ. როდესაც იხილეს მწყემსებმა ყრმა, უთხრეს მასზე მოსმენილი და ყველა გააოცა ამ ამბავმა. იესო იზრდებოდა მარიამთან და იოსებთან. როდესაც 12 წლის გახდა, მშობლებმა ის იერუსალიმში აიყვანეს. ისაუბრებდა ღმერთზე და ასწავლიდა ხალხს.
იქ მყოფები გაოცა თავისი ცოდნით და სიბრძნით. 30 წლის რომ შესრულდა, მიმოდიოდა ქალაქებში და ქადაგებდა ღვთის შესახებ. ზოგი ერწმუნა მას და გახდა მისი მოწაფე. ზოგი კი ემტერებოდა მას. იესოს ცხოვრება. იესოს ჰქონდა ღვთისაგან ბოძებული დიდი ძალა. ახდენდა სასწაულებს, კურნავდა ხალხს. ბრმას თვალს უხელდა, მკვდარს აცოცხლებდა, წყალზე მიმოდიოდა. ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს სასწაულები, ირწმუნა მისი. იესოს დღესაც შეუძლია ჩვენი დახმარება. იესო ახდენდა სასწაულებს. ბევრი მიმდევარი ყავდა მას. ის ასწავლიდა ხალხს ღვთის გზებს. მისი მისია იყო ხალხის ღმერთისკენ შემოbrunება. რელიგიური ლიდერები გაბოროტდნენ, უარყოფდნენ იესოს ღვთიურ წარმომავლობას. მათ ბრალი დასდეს იესოს ტყუილად, რის გამოც ჯარისკაცებმა შეიპყრეს მაცხოვარი, გაშოლტეს, დაადგეს ეკლის გვირგვინი და ჯვარს აცვეს. იესოს შეეძლო თავისი მტრების განადგურება და თავიდან აცილება ამ ტანჯვის, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რადგან იცოდა, რომ ეს იყო ღმერთის გეგმა. ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს იესო ხის ჯვარზე და ეკიდა მასზე სანამ არ აღესრულა. იმ პერიოდში ჯვარი სასტიკ საწამებელი ერაღად ითვლებოდა. იესოს გვერდით 2 ავაზაკიც იყო ჯვარცმული. იესო არ იყო დამნაშავე, კრიმინალი. ის არ იმსახურებდა ამ სასჯელს. ის ჩვენი ცოდვების გამო იყო ჯვარცმული. რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ის მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის. თუ კი ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ღმერთი მოგვიტევებს ჩვენ. იწამეთ უფლის, იესო ქრისტესი და გადარჩებით. ის აღსდგა. ღვთის მტერს ეგონა, რომ დაამარცხა და გაანადგურა ღმერთი, მაგრამ შეცდა. სიკვდილის შემდეგ მაცხოვრის ცხედარი აკლდამაში დაასვენეს. გამოქვაბულს დიდი ლოდი მიაგორეს. 2 დღემ განვლო მას შემდეგ. მესამე დღეს კი აღსდგა მკვდრეთით. გამთენიისას ქალები წავიდნენ მაცხოვრის საფლავის მოსანახულებლად, მაგრამ მათ ლოდი გადაგორებული დახვდათ. ცხედარი აღარ იყო იქ. 2 ანგელოზი გამოეცხადათ მათ და უთხრა, ის აქ არ არის. ის მკვდრეთით აღდგა. დიახ, იესო აღდგა მკვდრეთით. იესო ცოცხალია დღეს და მან დაამარცხა სიკვდილი და სატანა სამუდამოდ. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ეჩვენა მოწაფეებს. ის ესაუბრა მათ და პური გატეხა მათთან ერთად. ერთი იესოს მოციქულთაგანი, სახელად თომა, ვერ იჯერებდა იესოს მკვდრეთით აღდგომას. მან თქვა, სანამ არ ვიხილავ მის ნალურსმევ ხელებს და მის ჭრილობებში თითს არ ჩავყოფ, მანამ ვერ ვირწმუნებ მის მკვდრეთით აღდგომასო. 1 კვირის შემდეგ იესო კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომაც მათ შორის იყო. თომა დაეცხა მაცხოვრის ფერხთით თაყვანისცა და უთხრა, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. რაზეც იესო მიუგო, შენ მიწამე, რადგან მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახივარ და ვწამვარ. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ეჩვენა კიდევ ბევრ ადამიანს. მათი ხილეს იგი და გაიგეს, რომ ის ცოცხალია. 40 დღის შემდეგ მოვიდა ჟამი მაცხოვრის ზეცა დამაღლების, რადგან მან აღასრულა ის საქმე, რისთვისაც იყო აქ მოვლენილი. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, წადით და უქადაგეთ ყველას, ასწავლეთ მათ მცნებათა დაცვა, რომელიც მე გიანდერძეთ. როდესაც ამას ამბობდა, იესო ამაღლდა ზეცად და მოწაფეებმა იხილეს იგი ღრუბლებში გაუჩინარებული. შემდეგ გამოჩნდა 2 ანგელოზი, რომელთაც აუწყეს იესოს მოწაფეებს, რომ მაცხოვარი ერთ დღეს კვლავ დაბრუნდებოდა მათთან ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეს. იესო ახლა ზეცაშია და ამზადებს ადგილს მისი მიმდევრებისთვის. ვის წამს მისი და ვინ გაჰყვება მაცხოვარს, ვინ იქნება მზად მასთან შესახვედრად? რატომ მოკვდა ქრისტე ჯვარზე? იესო აღესრულა ჯვარზე, რათა ცოდვილები ეხსნა ცოდვის საზღაურისაგან. იესო იყო უცოდველი,
მას არასოდეს შეუცოდავს. ჯვარი არის გახსენება იმისა, რომ იესო მაიღო ჩვენი ცოდვები საკუთარ თავზე, რათა ჩვენ დავეახლოვებინეთ ღმერთთან. მაცხოვარი იესო ქრისტე არის წმინდა, უცოდველი, კრავი ღვთისა, ჯმარცმული, მსხვერპლად შეწირული ჩვენი ცოდვებისათვის. როდესაც ჩვენ გვწამს იესოსი და უკუვაგდებთ ცოდვებს, ის მოგვიტევებს ჩვენ. იესო გვაძლევს საშუალებას გავხდეთ უფლის შვილები. ორი გზა. მაცხოვარი იესო ქრისტე მიგვითითებს საუკუნო სიცოცხლისაკენ მიმავალი გზისკენ. ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას იწყებს ფართო, ცოდვიანი გზით, რადგან ის ადამის პირველი ცოდვის მემკვიდრეა. ვიწრო გზას კი მივყავართ ღმერთთან და საუკუნო სიცოცხლეში. უფალი გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ ვიწრო გზით. ჩვენ უნდა შევუდგეთ ამ გზას და ზურგი ვაქციოთ ჩვენს ცოდვებს, რადგან იესო აღესრულა ჯვარზე ჩვენი ცოდვების გამო, ჩვენ და გამოსახსნელად. მრავალს არ სურს ზურგი აქციოს ცოდვას, რადგან უფლის გზა ძალიან ვიწროა მათთვის. მათ ურჩევნიათ იარონ ფართო გზით, რომელსაც ისინი ჯოჯოხეთში მიჰყავს. და რომელ გზას გაჰყვები შენ? არ გინდა გაესაუბრო ღმერთს ახლა? უთხარი მას. უფალო ღმერთო, დიდებულია შენი სახელი და წმინდა ხარ შენ. მე ვაღიარებ ჩემს ცოდვებს შენს წინაშე. მე მწამს, რომ იესო მოკვდა ჯვარზე ჩემი ცოდვებისთვის. გთხოვ, მაპატიე. შემინდე და გამწმინდე ჩემი ყოველი ცოდვისა და უკეთურებისაგან და მიმიღე ერთ-ერთ შენს შვილად. მე მსურს მივყვებოდე იესოს და სიკვდილის შემდეგ დავიმკვიდრო ზეცა და სამოთხე. გმადლობთ ღმერთო. ხელახლა შობა. იესოს მოღვაწეობისას ამ დედამიწაზე იყო ერთი რელიგიური ლიდერი, სახელად ნიკოდიმოსი. ერთ ღამეს ის ესტუმრა იესოს სასაუბროდ. იესო უთხრა მას: თუ ზეციდან არ იშობი, ვერ გახდები ღვთის შვილი. რადგან პირველი შობით ჩვენ ვხდებით ამ წუთის სოფლის, ჩვენი მშობლების შვილები. და ეს არის ჩვენი ფიზიკური შობა. ხოლო მეორე შობა, ეს არის სულიერი შობა. ამ სულიერი შობის მეშვეობით სულიწმინდა გვაძლევს ჩვენ ახალ სიცოცხლეს. ეს არის სიცოცხლე, რომელსაც იესო გვაძლევს მის მიმდევრებს. ჩვენ გარდავიქცევით ახალ ადამიანებად, ახალ ქმნილებად, ღვთისერად. სანამ იესო ამაღლდებოდა ზეცად, მან აღუთქვა თავის მოწაფეებს, რომ მოულენ და სული წმინდას. ამაღლებიდან 10 დღის შემდეგ მისი მოწაფეები ყველა ერთად იყვნენ ერთ ოთახში შეკრებილნი. და იყო ხმაური ზეციდან, მსგავსი ძლიერი ქარისა. გამოჩნდა ენები ცეცხლის სახით. გადმოვიდა სულიწმინდა და აავსო თითოეული მათგანი. იესოს დაპირებისამებრ. იმ დღეს იერუსალიმში ბევრი სხვადასხვა ერის წარმომადგენელთაგანი შეკრებილიყო. მოწაფეებს მიეცათ ხელმწიფება და უნარი ესაუბრათ ყველა მათ ენაზე. მოუყვნენ იმ საოცარი ამბების შესახებ, რაც ღმერთმა მოიმოქმედა იესო ქრისტეს მეშვეობით. იმ დღეს 3000 ადამიანი მოიქცა ღვთისკენ. დღესაც მოქმედებს სულიწმინდა და ცხოვრობს მათში, ვინც იესოს მიმდევარია და ვისაც გულით სწამს იგი. სულიწმინდა გვაძლევს ძალას მივყვეთ უფლის მცნებებს. დავიცვათ ისინი და მოუთხროთ სხვებს იესოს შესახებ. სანამ ადამიანი მიიღებს იესოს თავის პირად მხსნელად, ის ბნელში დადის. ის ხშირად ეცემა, რადგან არ აქვს ნათელი, რომელიც წარუძღვება მას უკუნეთში. როდესაც ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ვემსგავსებით ნათელში მოსიარულე ადამიანს. ჩვენ ვხედავთ წინ სავალ გზას და არ დავეცემით, რადგან იესო ამბობს: მე ვარ ნათელი წუთი სოფლისა, თუ გამომყვებით, არ ივლით სიბნელეში. ის გვიგზავნის სულიწმინდას, რომელიც გვიწინამძღვრებს ჩვენ სავალ გზაზე. ყოველი, ვინც გაჰყვება იესოს, იქცევა ახალ ქმნილებად. ახალი ქმნილება იცავს უფლის სიტყვას.
მადლიერია ცოდვის მონობისაგან გამოსყიდვისთვის და ახალი სიცოცხლისათვის, რომელსაც მაცხოვარი იესო ქრისტე აძლევს მას. მას არ სურს ღვთის განაწყენება, ის იცავს ათმცნებას, არ კლავს, არ იპარავს, არ სჩადის უწესობას, არ ეთაყვანება სხვა ღმერთებს. სულიწმინდა აძლიერებს ახალქმნილებას, ადამიანს და აძლევს ძალას განერიდოს ბოროტებას და აკეთოს კეთილი საქმეები. თუ კი ოჯახი მორწმუნეა, ქმარს უყვარს თავისი ცოლი. ცოლი კი პატივს სცემს მას. ეს არის, რასაც უფლის სიტყვა გვასწავლის. ცოლ-ქმარი ეხმარება ერთმანეთს და ამხნევებს ძნელბედობის ჟამს. შვილებს უფლის მორჩილებასა და სიყვარულს ასწავლის. მორწმუნე ოჯახი პატივს მიაგებს უფალს. ლოცულობს და ჰარმონიულ ურთიერთობაშია ოჯახის წევრებთან. გიყვარდეს მტერი შენ. უფალი ასწავლიდა თავის მოწაფეებს სხვების სიყვარულს. უფრო მეტიც, ეუბნეოდა, რომ შეეყვარებინათ მტერი თვისი, ვითარცა თავი. ერთი კაცი მიდიოდა შორგზაზე. დაესხნენ თავს ყაჩაღები, გაძარცვეს და სცემეს. ჩამოიარა უცხო ტომელმა, მოჰბანა იარები, შეუხვია, მიიყვანა სასტუმროში და უპატრონა. იესო გვასწავლის ისა და მოყვასის სიყვარულს. გვავალებს გაჭირვებულ ადამიანზე ზრუნვას, თუნდაც ეს გაჭირვებული სხვა ერისა და რელიგიის წარმომადგენელი იყოს. იესოს მიმდევრები არ უნდა ეთაყვანებოდნენ ბოროტ სულს. არ უნდა ეშინოდეთ მისი და არ უნდა ემსახურებოდნენ მას. უფალი ბოროტზე ძლევამოსილია. მორწმუნე უნდა განთავისუფლდეს ყველანაირი მარწუხებისაგან, რაც მას ღმერთთან დააშორებს. უნდა განერიდოს ბოროტს. უფალი კი თავის შვილს დაეხმარება და დაიცავს, როდესაც მას მოუხმობენ საშუალად. იყო ერთი კაცი, ბოროტის სულით შეპყრობილი. თოკებითა და ჯაჭვებითაც ვერ აკავებდნენ მას, რადგან მასში მყოფი ბოროტის სული ძლიერი იყო და წყვეტდა მათ. უბრძანა იესომ არაწმინდა სულებს დაეტოვებინათ ეს კაცი და გამოსულიყვნენ მისგან და ისინიც დაემორჩილნენ. კაცი, რომელიც განიკურნა არაწმინდა სულებისგან, წავიდა და უამბობდა მეგობრებს და ხალხს თუ რა მოიმოქმედა მაცხოვარმა მისთვის. განსაცდელები. სატანა ხშირად ცდილობს აცდუნოს ღვთისშვილები. ეშმაკს სურს ღვთისშვილებმა იესოს მიმდევრებმა შეწყვიტონ ღვთის მორჩილება და განუდგნენ ღვთის გზას. სატანა ცდილობს აცდუნოს ღვთისშვილები სასმელით, ნარკოტიკით, ამორალური საქციელით და სხვადასხვანაირი განსაცდელი მოუვლინოს მათ. დატოვოს ულუკმაპუროთ, შეუწყვიტოს ფინანსები, რათა უფულობისა და გაჭირვების გამო განუდგნენ ღმერთს უფლის შვილები. მას ჩვენი მოტყუება სურს, მას ჩვენი ღვთისგან ჩამოშორება სწადია. სთხოვეთ შეწევნა გამჩენს და ის დაგეხმარებათ. ის შეგეხიდებათ, შეგეწევათ და მოგცემთ ძალას წინ აღუდგეთ ბოროტს. წამდეთ უფალი იესო ქრისტესი და მიჰყევით მას. რა ხდება მაშინ, როცა მორწმუნეს ცოდავს? აი რა უამბო იესომ ხალხს. ერთი ახალგაზრდა კაცი წავიდა სახლიდან. მიატოვა მამისეული ოჯახი და სჩადიოდა ცოდვებს. ერთობოდა ქალებში და გაფლაგა მთელი მამისეული ფული. ერთ დღესაც გაღარიბდა და დარჩა მშიერი. შეინანა თავის ცოდვები ღვთისა და მამის წინაშე და დაბრუნდა სახლში. მამამ მიიღო თავისი უძღები შვილი. როდესაც ჩვენ ჩავიდენთ ცოდვას, უნდა მოვინანიოთ გულწრფელად. ზურგი ვაქციოთ ცოდვას და მივეახლოთ უფალს. უფალი შეგვინდობს და სიხარულით მიგვიღებს. იესო ამბობს, ზეცა ხარობს, როდესაც ერთი ცოდვილი უბრუნდება გამჩენს. როგორ უნდა მოიქცნენ უფლის შვილები, როდესაც ავად გახდებიან? პირველ რიგში უნდა ილოცონ, შესთხოვონ ღმერთს განკურნება. უფალს ძალუძს ადამიანის განკურნება თუ ნებავს. მას უყვარვართ და აკონტროლებს ყველაფერს ჩვენს გარშემო. უფალი ჩვენთანაა
და გვაძლევს სიმშვიდეს და გვეხმარება ჩვენი უძლურების ჟამს. ნუ შეუშინდები სიკვდილს. ერთ დღეს ყველა გარდავიცვლებით და რა გველის გარდაცვალების შემდეგ. ბიბლია გვასწავლის, რომ მორწმუნის გარდაცვალების შემთხვევაში ადამიანის სული მიდის ღმერთთან ცაში. მართალია სიკვდილს ოჯახის წევრებისა და ახლობლების დამწუხრება მოჰყვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არაა დასასრული. და არ უნდა შევუშინდეთ სიკვდილს. ღმერთმა შეგვიყავა და გვიხსნა ცოდვის მონობისაგან და საუკუნო სასჯელისაგან. ურწმუნოებს არ გააჩნიათ იმედი საუკუნო სიცოცხლისა. ბიბლია ამბობს, რომ ისინი ვერ მოხვდებიან სამოთხეში და მიიღებენ სასჯელს ცოდვის წილ. როგორ გონია, სად მოხვდები შენ სიკვდილის შემდეგ? ჩვენი სხეულის თითოეულ ნაწილს აქვს თავისი მისია. თვალები გვაქვს, რათა დავინახოთ, ყურები, რათა მოვისმინოთ. ილი სასაუბროთ და საზრდოს მისაღებად შექმნა გამჩენმა. ყველა ეს ნაწილი ჩვენი სხეულისა მოქმედებს ერთდროულად. თუ ერთი ორგანო გვტკივა და გვაწუხებს, იტანჯება მთელი ჩვენი სხეული. იესო ამბობს, რომ მორწმუნეები ერთი სხეულის ნაწილები არიან. ამ სხეულს კი ეკლესია ეწოდება. იესო ქრისტე კი არის ამ სხეულის თავი. ღმერთი ყველაზე ზრუნავს. ყველა მათგანს თავისი მისია აქვს. ზოგს ქადაგების, ზოგს გალობის, ზოგს ლოცვის, ზოგს სხვებზე ზრუნვის. და თუ რომელიმე მათგანი არ ასრულებს თავის მოვალეობას, მთელი სხეული, ანუ ეკლესია იტანჯება. ყველა მორწმუნე უნდა ასრულებდეს თავის საქმეს, განადიდებდეს ღმერთს და ემსახურებოდეს სხვებს. ერთობა და თაყვანისცემა. მორწმუნეები რეგულარულად უნდა იკრიბებოდნენ ღვთის განსადიდებლად და თაყვანსაცემად. ყოველი შეკრებისას მორწმუნეები უნდა ლოცულობდნენ, გალობდნენ და სწავლობდნენ ბიბლიას. უნდა მოიტანონ შესაწირავი ღვთის წინაშე. გაიხსენონ მაცხოვრის სიკვდილი და აღდგომა. მათ უნდა ჩაატარონ ზიარება. გაიხსენონ უფლის დამტროული სხეული და დაღვრილი სისხლი. ეს არის წესი, რომელიც დაუწესა უფალმა თავის მოწაფეებს, მის და მოსაგონებლად, რომელსაც უნდა ვაკეთებდეთ მის მეორედ მოსვლამდე. ერთ დღეს დაბრუნდება უფალი ზეციდან, მისი დაპირებისამებრ. ის მოულოდნელად გამოჩნდება. მაშინ, როცა არავინ ელის მას. უფალში გარდაცვლილები აღდგებიან სამარხებიდან მის შესახვედრად. ცოცხლები კი მათ შეუერთდებიან. ყველა ერთად შეხვდებიან იესოს ჰაერში და დაიმკვიდრებენ მარადიულ ცათა სასუფეველს. ურწმუნოებს კი მოელით სამსჯავრო ღვთისა. ჩვენ არ ვიცით, როდის მოვა მაცხოვარი, მაგრამ ჩვენ მარაჯამს მზადყოფნაში და მის მოლოდინში უნდა ვიყოთ. მზად ხარ უფალთან შესახვედრად, თუ ის დღეს მოვა. როდესაც უფალში ვცხოვრობთ და მივყვებით მის გზას, სულიწმინდა მოქმედებს ჩვენში და გამოიღებს კეთილნაყოფებს. ბიბლია გვასწავლის, რომ სულის ნაყოფებია სიყვარული, სიმშვიდე, სიხარული, სიკეთე, ერთგულება, საკუთარი თავის კონტროლი. იესო ამბობს, მე ვარ ვაზი კეთილი, თქვენ კი ლერწები ხართ, ტოტე. თუ კი დარჩებით ჩემში და მე თქვენში, მაშინ გამოიღებთ ბევრ ნაყოფს. გამხმარ ტოტს არ გამოაქვს ნაყოფი. ის მოიჭრება და დაიწვება. იესოს სურს, რომ მის მიმდევრებს ჰქონდეთ ბევრი ნაყოფი. ეს განადიდებს და ატივს მიაგებს სამყაროს შემომქმედს და ეხმარება ადამიანებს. აუწყეთ სხვებს ეს კარგი ამბავი. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ და ეხარებინათ ღვთის სიტყვა. ვინც კი ირწმუნებდა მის სახელს, თავს დააღწევდა ცოდვის მონობას და გადარჩებოდა სასჯელისა და მარადიული სიკვდილისაგან. თუ მორწმუნე ხარ, უნდა დაეხმარო სხვებს ამ კარგი ამბის გაგებაში. უფლის სული გაგამხნევებს და მოგცემს ძალას
უფლის სიტყვის გასავრცელებლად. უთხარი და გაუზიარე სხვებს, რაც შენ ისწავლე და გაიგე ღმერთის შესახებ. ასე ბევრს მიეცემა შესაძლებლობა გაიგონ იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის შესახებ.